ძალიან ნიშანდობლივია მაშინდელი ევროპის დამოკიდებულება პატარა ქვეყნების მიმართ და დღევანდელის. აი, ნამდვილი პარალელი შეგიძლიათ გაავლოთ, აი თუნდაც ილიას ერთ გამონათქვამს წაგეკითხავთ. ილია, რომელიც ევროპეიზაციის მომხრეა და ყველაფერ ევროპულს ცივილიზაციას მიესალმება, მაგრამ მინუსებსაც არ მალავს და რას ამბობს იმ დროინდელ ევროპის დამოკიდებულებას პატარა ქვეყნების მიმართ. ევროპას სხვა დანარჩენი ქვეყნები უპატრონონი ჰგონია და მიუთითებს, რომ დანარჩენი სამყარო ღმერთმა იმითო გააჩინა, რომ ევროპა მღრნას და ხრას, მაგრამ ნამდვილი მიზეზი რომ დაფაროს, ფერუმარილს კაცთმოყვარეობისას და გულმტკივნეულობისას წაიგლეს ხოლმე და გადანადირებულ ერს განათლებასა და ცივილიზაციას პირდება. მე მგონი არაფერი არ შეცვლილა. არ მქონდა საკითხული, არ მქონდა ეს საკითხული, რა საოცარი კაცი იყო რა. მოკლედ აი წარმოიდგინეთ, აი 120 წლის წინ დაწერილი ტექსტი თუ მეტის არა რა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა თვითონაც გრძნობდა ამ ყველაფერს, რაც იყო და როგორც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეხა ევროკავშირი არ არსებობდა და ურჩხულა ფონ დერ ლაიენი, მაგრამ ნუ თვითონ ის, რომ აი მათი ესეთი დამოკიდებულება პატარა ქვეყნების მიმართ, აი კოლონიზატორული დამოკიდებულება, წაგლეჯვაზე რო არიან, ხო? ყოველთვის და სხვა ერების ხარჯზე რო ცხოვრობდნენ, აი ამას პირდაპირ წერდა ილია ჭავჭავაძე რა. ძალიან მაგარია, ძალიან. თავის მეგობრების წრეში საკმაოდ კაცრად საუბრობდა რუსეთის უარყოფით მხარეზე გავლენაზე საქართველოში იმ დროინდელზე. მაგრამ არასოდეს საჯაროდ ამაზე არ პუბლიკაციებს არ ბეჭდავდა, არც სიტყვით არ გამოდიოდა არსად, იმიტომ რომ მას პრაგმატული კურსი ჰქონდა აღებული რუსეთის მიმართ, რომ ასეთი ნათქვამიც აქვს, რომ რუსეთს ომი მხოლოდ უომოდ შეიძლება მოუგოთ. ამიტომაც ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ საქართველოს მიიღწია ჯერ ავტონომიას რუსეთის იმპერიის ფარგლებში. და უკვე ავტონომიის მონიჭების მერე ნელ-ნელა მერე დამოუკიდებლობაზე ეზრუნოთ. აი ზუსტად, აი დღევანდელი დღეს რო გვიბიძგებენ ომისკენ რუსეთის მოუგებთ რუსეთს ომს. აი რა ზუსტი მესიჯია რა ესე იგი რუსეთს ომის უომოდ. და დღევანდელი ფათერაკი რას ილია ამბობს, ფათერაკი დღესაც გვაქვს, ჩვენც გვაქვს ფათერაკი დღეს. ჩვენი დღევანდელი ფათერაკი არის ის, რომ მე ასე ვფიქრობ, ალბათ დამეთანხმებით, რომ უომოდ დავებრუნოთ დაკარგული მიწა-წყალი. იმიტომ ომით ჩვენ ამას ვერ დავებრუნებთ. და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს მოხერხდეს, არ ვიცი, როგორღაც, როდესმე შეიძლება ჩვენ შვილიშვილებს ერგოთ ეს